დედამიწის იშვიათ მიწათა მეტალებზე, იგივე მიწა ელემენტებზე, საერთაშორისო მედია უფრო და უფრო ხშირად საუბრობს. მინერალებზე, რომლებიც აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოებაში, გლობალური მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები კი ცდილობენ, მარაგების სტაბილურობა უზრუნველყონ. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების გაფორმება მოინდომა, რომლის ფარგლებშიც კიევი ვაშინგტონს ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ საბადოებზე მისცემდა წვდომას. ტრამპის ხედვით აღნიშნული გარიგება მისი წინამორბედის, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთ-უკრაინის ომში კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების სამართლიანი კომპენსაცია იქნებოდა. დედამიწის იშვიათი მინერალები 17 ელემენტისგან შემდგარი ჯგუფია. ესენია 15 ვერცხლისფერი მეტალი, იგივე ლანთანიდები, სკანდიუმი და იტრიუმი. სახელწოდების მიუხედავად იშვიათი მინერალები არც თუ ისე იშვიათია. მეტიც, ზოგიერთი მათგანი უფრო მეტი მოიპოვება, ვიდრე მაგალითად ტყვია. თუმცა ისინი დედამიწის ქერქში მცირე რაოდენობებითაა გაფანტული, ან სხვა მინერალებთანაა შერეული. შესაბამისად, ერთი საბადოდან მეტალების დიდი რაოდენობით მიღება თითქმის შეუძლებელი და ძალიან ძვირია. შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის სააგენტო USGS-ის ბოლო პუბლიკაციის თანახმად, ეს მინერალთა ის ჯგუფია, რომელიც 200-ზე მეტი პროდუქტის წარმოებისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. დედამიწის იშვიათი ელემენტები აუცილებელი კომპონენტია 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტის წარმოებისთვის სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური სამომხმარებლო პროდუქტებისთვის, როგორებიცაა მობილური ტელეფონები, კომპიუტერის მყარი დისკები, ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები, მონიტორები და ტელევიზორები. იშვიათი მეტალები აქტიურად გამოიყენება თავდაცვის ინდუსტრიაში, ელექტრონული მონიტორების სახელმძღვანელო სისტემების, ლაზერების, რადარებისა და სონარების წარმოებაშიც. მართალია, თითოეული პროდუქტის წარმოებაში გამოყენებული მინერალების რაოდენობა შესაძლოა ერთი შეხედვით უმნიშვნელოც იყოს, თუმცა მათ გარეშე ბევრი ტექნოლოგია საერთოდ ვერ იარსებებდა. მაგალითად, იტერბიუმი ინფრაწითელი ლაზერების, ბატარეებისა და ბოჭკოვანი ოპტიკის წარმოებისთვის გამოიყენება. ლანტანუმს ასევე ბატარეების, სათვალეებისა და კამერის ლინზების წარმოებისთვის იყენებენ, ისევე როგორც ნავთობის გადამუშავებისთვის. შესაბამისად, მათი დანიშნულება მრავალგვარია. როგორც BBC-სთან ინტერვიუში მეცნიერი რობერტ მუგა აღნიშნავს, მინერალები 21 საუკუნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი საძირკველია. განახლებადი ენერგიის, სამხედრო მასალებისა და ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის წარმოებაში ისინი სტრატეგიულ როლს ასრულებენ და გასაკვირი არაა, რომ მათი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მნიშვნელობაც იზრდება. მაგალითად, შეერთებული შტატების შემთხვევაში მეტად სავარაუდოა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიზანია უკრაინასთან შეთანხმების გაფორმებით შეამციროს შტატების ეკონომიკის დამოკიდებულება ჩინეთზე, რომელიც იშვიათი მეტალების გლობალური მარაგების დიდ ნაწილს აკონტროლებს. გასული წლის დეკემბერში ჩინეთმა ზოგიერთი იშვიათი მინერალი შეერთებულ შტატებში ექსპორტი აკრძალა. მანამდე კი საექსპორტო რაოდენობები წლების განმავლობაში ჰქონდა შეზღუდული. სტატისტას ინფორმაციით 2024 წელს დედამიწის იშვიათი მინერალების გლობალური მარაგები 90 მილიონ ტონას აღწევდა, საიდანაც ძირითადი ნაწილი ჩინეთზე მოდის. თავადი ჩინეთი არა მხოლოდ მარაგებით, არამედ წარმოებითაც პირველ ადგილზეა. გასულ წელს ქვეყანამ 270,000 ტონა იშვიათი მეტალი აწარმოა, რომლის ძირითადი ნაწილიც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი საბადოებიდან მოდის. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც იშვიათ მიწათა მეტალების ყველაზე დიდ მარაგებს ფლობენ, ასევე შედის ბრაზილია, ინდოეთი, ავსტრალია, რუსეთი, ვიეტნამი, შეერთებული შტატები, გრენლანდია, ტანზანია და სამხრეთ აფრიკაც. სტატისტიკიდან ჩანს, რომ უკრაინა თავისი იშვიათი მინერალებით ტოპ-10-ში არ ხვდება. კიევის ინფორმაციით, უკრაინა მსოფლიოს კრიტიკული ნედლეულის 5%-ია პასუხისმგებელი, მათ შორისაა 19 მილიონი ტონა გრაფიტი, რითაც უკრაინა ამ ნედლეულის მწარმოებელ ტოპ-5 ქვეყანას შორის ხვდება. გრაფიტი ელექტრომობილებისთვის, ბატარეების წარმოებისთვის გამოიყენება. ტიტანის, ლითიუმის, ბარელიუმის, ურანის, ბრინჯაოს, რკინის, თუთიის, ვერცხლის, ნიკელის, კობალტისა და მანგანეზის ევროპაში არსებული მარაგების დიდი ნაწილი სწორედ უკრაინაზე მოდის. სხვადასხვა წყაროს თანახმად უკრაინა ევროკავშირის მიერ კრიტიკულად შეფასებული 34 მინერალიდან 22-ს ფლობს. ამასთან, ცნობილია, რომ უკრაინას იშვიათ მიწათა მეტალების მარაგიც აქვს, თუმცა მათ შესახებ ღია წყაროებში ინფორმაცია გაცილებით უფრო მწირია, ვიდრე მინერალებზე. იშვიათი მეტალებიდან უკრაინაში მოიპოვება ლანთანუმი და ცერიუმი, ნეოდიუმი, ერბიუმი და იტრიუმი. ამასთან, შეერთებულმა შტატებმა დააფინანსა კვლევა, რომლის თანახმადაც უკრაინაში სკანდიუმის რეზერვებიც მოიპოვება, თუმცა დეტალური მონაცემები საზოგადოებისთვის საჯარო არ არის.